ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არა, ეს არის უბრალოდ სპეცოპერაცია, ანუ არჩევნები რო იყოს, ყველა პოლიტიკოსი მიიღებდა რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, არის სპეცოპერაციები, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ და ორი მთავარი მიზეზი არის. ერთი ის, რომ ვინც მიიღებს მონაწილეობას, იქცება სისტემურ ოპოზიციას, რომელიც დაეხმარება დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დიქტატურულ ძალას ივანიშვილის ბანდის სახით და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც გახლავთ წინააღმდეგობა შესუსტება, ანუ ის რაც თავარ დაბყოლებას უქმნის რეჟიმს, რაც იწვევს შიდა დაპირისპირებებს, შიდა რყევებს, საერთაშორისო ზეწოლას, რაც არის ეფექტური ერთადერთი გზა მსგავსი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლოდ, აი ამ ბრძოლას დაანებებს თავს პოლიტიკური აქტორი, ხო, რომელიც ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციაში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, სისტემატურ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი, ერთადერთი თუ ვინმეს პოზიცია უნდა შეიცვალოს, ეს არის ის პოლიტიკური აქტორები, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღეს და მათ კარგად დაინახეს 19 ივლისის აქციაზე, მათ შორის მთლიანად ყველგან აბსოლუტურად თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა ამ ქვეყანაში. მაგრამ რელოში დაგახარიეს საუბრო რომ თქვენი გეგმა არის ბუნდოვანი და გაუგებარი სადმის ბოიკოტი შედეგი რა იქნება ეს არის უცნობი. ისინი ამბობენ რომ ბოლოს აქცია გამართეთ მათ შორის ნაციონალური დროშტემოკილები იყვნენ ეს ემსახურება პროტესტის მონაწილეების გახლეჩვას ერთმანეთის დაპირისპირებას. პარალელურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებლობა არის დიდი ქალაქების მოგება და გარკვეული ხო, არა, გასაგებია რომ მათი დიდი ნაწილი არის უბრალოდ ხოცი იყო ცოტა ხნის წინაც, ამიტომ შეიძლება ეხლა ხოცურ ნარატივებს მიყვებიან ხოლმე ლოგიკურად, იმიტომ რომ სინამდვილეში ერთადერთი ვისაც არ ჯერა პროტესტის და წინააღმდეგობის და უпростоრად უნდა რომ დათესოს ნიჰილიზმი პროტესტის და წინააღმდეგობის მიმართ არის ივანიშვილი და მისი ბანდა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის რომ დიქტატურული სისტემები მარცხდება არა სპეცოპერაციებში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებით და არ თანამშრომლობით. ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის არის სწორედ რომ ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, სადაც თავიდანვე მარცხისთვის არის განწერილი ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას. კითხვა იყო უბრალოდ. არა, არჩევნებზე ანუ ანადოლიძის კონტექსტში თუ იყო. არა, ხო. მაგ კონტექსტში არ იყო მხოლოდ, ხო, ზოგადად იყო ისე. ხო, მედიაში როგორც ვთქვით, გავიცხოვდა ინფორმაცია, რომ პარტია ხალხის მიღებას შემდგომ უშუალოდ ანადოლიძემ პოსტი დადო, სადაც დაწერა, რომ 24 ივლისს ანუ ხვალ გახდება ცნობილი პარტიის პოზიცია, თუმცა აი თუ მივხვდებით, ასე ვთქვათ, მის ნარატივს და მის message box, სავარაუდოდ აპირებს იმის გამოცხადებას, რომ საქართველოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ დაწერა, რომ ბულინგის არმიაში ინიან და მასე ქოჭებოდა ასე. როგორ შეაფასებთ, ხო? როგორ შეაფასებთ მის ამ პოზიციას? არც მის პოზიციას შევაფასებ იმის შემდგომ, რაც კონკრეტულად დაწერს, რას აპირებს ეს პიროვნება, რაც შეეხება ზოგადად შეფასება თუ გაინტერესებთ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რაც არის საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობა დგას მყარ პოზიციაზე წინააღმდეგობის და ართანამშრომლობის გზაზე. პოლიტიკური აქტორები რა გაწყვეტილებას მიიღებენ არის მათვისვე წამგებიანი ამ შემთხვევაში, რომ თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობის ნებას არ დაყვება, მათვისვე იქნება ცუდი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათ ხარს უჭერენ ივანიშვილის მოწინააღმდეგეები თეორიაში ასე გახლავთ და პრაქტიკაში ასე იქნება და არა ის ხალხი, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა უჭერენ ხარს. თუმცა უშუალოდ ანადოლიძეზე მაინც კითხავს რა ეს თემა. ჯერ არ უთხრავს კონკრეტულად, ხო. თუმცა აი რა მოლოდინი შეიძლება. ვერ გეტყვით ნამდვილად, ვერ უწინას არ მეტყველებ, ვერ უწინას არ. საქართველოს გამოიყო მაშინ. ორად განყოფილი ოპოზიცია თუ ხლეს აი პროტესტის მონაწილე. ზოგადად მუდმივად ამ თემაზე საუბარი. იცით რა არ არის, იცით რა გასაგებია რომ რაღაც აქტუალური თემა, მაგრამ მხოლოდ ამ თემაზე საუბარიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვებრძვით ივანიშვილს, მის სისტემას, ყველა ადამიანი, რომელიც ოპოზიციურ ბრძოლას, წინააღმდეგობას ეთიშება, უბრალოდ ამის ფაქტის კონსტატირებას ვახდენთ, რომ ეს ხალხი უბრალოდ აღარ იღებს მონაწილეობას წინააღმდეგობაში და არ თანამშრომლობაში, ამიტომაც ახლა რაც თავარია და რაც თავარი გამხლეთშია საზოგადოების და რაც თავარი დამპირისპირებელია ქართული საზოგადოების არის ივანიშვილის ბანდა, რომელიც დგას სიძღზე და სიძულვილზე. ისე კოალიციაში უფრო მეტი შანსი ექნებოდა ბატონო. აუ ძალიან ბევრი კითხვა რა მაგ თემაზე. ხო, ვიდეო საფეხნებს სტატუსთან ერთად ვიდეო არის 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ლიდერების, ევროპარლამენტარების ამონარიდები, ციტატები, რომლებიც ძირითადად საუბრობენ, რომ ქართული ოცნება აკეთებს რუსულ საქმეს და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ეს არის deep state-ის ბინძური პროპაგანდა და გებელსისეული პროპაგანდის არსიო. ანუ ბოლოში ამბობს, რომ
სტატუსში, რომ თუ სიტყვა რუსული ზახილს მოეშვებიან, ფაქტურად კარგავენ ფუნქციას ოპოზიციაო და როგორ ფიქრობთ ამ სტატუსს როგორ შეაფასებთ და არის თუ არა ეს დაბრალების მეთოდი თუ აი რა არის? სულ 2012 წლიდან 2012 წლიდან ბიზნეს ივანიშვილი არის რუსეთის აგენტი, ამაზე ამერიკის შესაბამის გადაწყვეტილება არსებობს სანქციების, რომელიც ეხება ისეთ ადამიანებს, ვინც არიან ჩართული რუსეთის სასარგებლო დემოკრატიისთვის ცირის გამოთხრაში, მათ შორის მათ ყავდათ მთავარი პროკურორი, რომელიც ასევე არის რუსეთის უშუალების აგენტი და ამას მე მგონი ის კაცი თვითონაც არ მალავს და კრემლში ესწრება იმას აღლუმებს. მათ შორის ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიღებული იმაში, რომ პარალელურ ექსპორტში, ასე ვთქვათ, და რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდსავლაში დახმარებოდნენ. მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ბიზნეს კავშირები აქვთ ძალიან სერიოზული რუსებთან. ჩვენ ხედავთ რიტორიკას, რომელიც ერთადერთი თუ ანალოგი მოიძებნება მათი განცხადებებს არის აი პესკოვის განცხადება, იგივე წარმატებით, როგორც თქვენ ამბობთ ევროპარლამენტარის და ქართული ოპოზიციონერის განცხადება, შეგიძლიათ მათი აი თუნდაც ბატონი მდინარაძის ან ბატონი კობახიძის ან სხვების განცხადებები და ასევე პესკოვის და ზახაროვას განცხადებები შეადაროთ ერთმანეთს და იგივე ნარატივებს ავრცელებენ. ამაზე მეტი რუსული რა უნდა გააკეთო? ოსიგაბარდის ამ თემაზე რომ ვიკითხავთ, ოსიგაბარდის საქმე გრძელდება, გამოძიება დაიწყება, სავარაუდოდ ამ შესაძლებლობა არსებობს, რომ დაიკითხოს ბარაკ ობამა თუ რატომ ადანაშაულებდა ტრამპს, რომ მის სასარგებლოდ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ არჩევნებში. გარდა ამისა, ევროპაშიც ისმოდა პრორუსულობაზე ბრალდებები, მარი ლე პენი გემახსოვრებათ, პარტია, რომელიც მოწინავე იყო ხელისუფლების, ასევე გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი პარტია, რომელიც მართლ გუნდს უწევდა კონკურენციას. თქვენ თუ ხედავთ მსგავსებას აი ამ პრორუსული ბრალდებებსა და ტრამპსა ბიზნეს შორის თუ ხედავ პრორუსულობაში მსგავსებას? არის თუ არა ეს დიპსტეიტის საქმიანობა როგორც სახელმწიფო დიპსტეიტი რა არის ჯერგულთან? ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც ცდილობენ უკვე განიმართა? ხო. რა თქმა უნდა არასერიოზული გახლავთ იმაზე საუბარი, რომ ბიზნესმენიშვილის რუსი ოლიგარქობა კავშირში არის რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსის პრორუსულ ორიენტაციასთან. ჩვენ კარგად ხედავთ რუსეთის აგენტურა საქართველოში, მათ შორის განცხადებებს რიტორიკის დონეზე, რომელიც არის იდენტური აბსოლუტურად ივანიშვილის ბანდის წევრების და კრემლის სპიკერების. ჩვენ ხედავთ პირდაპირ კავშირებს, მათ შორის რუსი ოლიგარქის ივანიშვილის რუსებთან და მათ შორის იგივე ფარცხალაძეს, რომელიც იყო მთავარი პროკურორი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა და არის გამოცხადებულად თვითონაც რო არ უარყოფს ისეთი რუსეთის აგენტი. ამიტომაც რა თქმა უნდა ყველანაირი პარალელის ესეთი მოძებნაურად არასერიოზული გახლავთ ნებისმიერ დონეზე. აი მაშინ ასე უკავშირდება ეს ბრალდებები მსოფლიოში საქართველოს შემთხვევაში ხო? მე საერთაშორისო პოლიტიკის მიმოხილვით ხوار დავყავდები. საქართველოში რაც ხდება გეტყვი. ლობისტური კომპანიის დაქირავებას დიპსტეიტს ქვე როგორ გესმით მაშინ ეგრო? ხო, დიპსტეიტი არის არუს კობახიძის მონაგონე, ამიტომაც მას უნდა ისაუბროთ, რაც შეეხება არა, თუ მაცდით ხოლმე კითხვაზე პასუხი შეიძლება გაიგოთ ხოლმე. თუ ეხლა ერთ სიტყვაში ეს ბრიფინგი მithomაც არ არის ეგეთ ფორმატის, რომ ორ სიტყვაში შემოწყვეტინო ხოლმე. ხო და რაც შეეხება დიპსტეიტს, თუ გაინტერესებთ მართლა და თუ ჩაბეჭდილი არ გინდათ რომ ტექსტი მოგივიდეთ, თუ გინდა აგიხსნით რა არის დიპსტეიტი. დიპსტეიტზე, რომელზეც საუბრობს ბატონი კობახიძე, გლობალურ რომის პარტიაზე საუბრობდა, რომელიც რო დაგუგლოთ და ვიკიპედიაში მოიძიოთ, მარტო არის კობახიძის და ივანიშვილის ბანდის ნაჟური, ასე ვთქვათ, აზროვნების, რაც შეეხება დიპსტეიტს, რატომაც შეცვალეს ეს ტერმინი, იმიტომ რომ ტრამპი იყენებდა და მისი ადმინისტრაცია საუბრის დროს, როდესაც ბიუროკრატიის შემცირებაზე იყო საუბარი, ანუ ბიუროკრატიის დიდი ბიუროკრატია, რომელიც აფერხებდა მათი აზრით გადაწყვეტილებების ეფექტურ მიღებას, იგივე რუბიოს თქმით, როგორც იყო სახელმწიფო დეპარტამენტში ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში, არის ის დიპსტეიტი, რომელზეც საუბრობენ ამერიკაში. ახლა თუ თქვენ განსხვავებას ამ ორ დიპსტეიტის განმარტებას შორის ვერ ხედავთ, ეს არ ვიცი, ჩემი პრობლემა არ არის. ბოლო კითხვის აგისვათ, როგორ ფიქრობთ თქვენ აქვს ომის პირობებში, როდესაც ამ ხელში შესაძლებლობა ამერიკაში არჩევნებში ჩაერიოს, საფრანგეთში გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე? თქვენ როდის ჩაერია ამერიკაში არჩევნებში იცით წელი რუსეთი? ბრალდებები ისმის არ კი როდესაც ტრამპი და ომი იყო მაშინ რუსეთი ომში იყო ჩართული? ამის შემდეგ იყო ის როგორ გერმანიის ამბები და საფრანგეთის ამბები, ანუ მაშინ არ იყო. ანუ ამერიკაზე არ იძახით? ანუ სხვა აი ამერიკაზე არ სვამ კითხვას, ანუ ამ ხელა შესაძლებლობა აქვს თუ არა ზოგადად მაგას? ხო, არა, რუსეთის იმპერია ერთადერთი რაზეც ორიენტირებული არის არჩევნებში ჩარევა, ის ერევა ყველა არჩევნებში და იმას არ ნიშნავს, რომ
კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამაზე არსებობს არაერთი დასკვნა და არაერთი გამოძიება, რომლის მიხედვითაც, როდესაც დასავლურ ქვეყნების არჩევნებში ერევა ხოლმე, ძირითადად მისი ამოცანას წარმოადგენს პოლარიზება, დაპირისპირება ძალების და ხელოვნურად, ასე ვთქვათ, საზოგადოების ეროზია დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის მისი ამოცანა და არა მანდამაინც ხოლმე კონკრეტული კანდიდატის ხადაჭერა. ლობისტური კომპანია დაიქირავა ნელსონ მალისი. პირველ რიგში მითხრათ, რა ნიშნით აარჩიეთ ეს კომპანია? ხო, არა. თავი მიზანი რა არის? მომდევნო 6 თვის განმავლობაში რა შემდგომ შეგიძლიათ? ეს კომპანია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ სფეროში, ამიტომ ამას უკავშირდება ჩვენი არჩევანი, რაც შეეხება ზოგადად ლობისტურ საქმიანობას, ახლა არაფერი უკანონო ამაში და ასე არნახული არ გახლავთ და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის ძალიან მარტივი, მათ შორის ამერიკაში და ზოგადად დასავლურ სამყაროში ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარდა დიქტატორული ძალისა, რომელსაც აქვს კაფიო აფილაცია რუსეთთან და ავტორიტარულ სამყაროს ქვეყნებთან, არსებობენ დემოკრატიული ეროვნული ძალები, რომელთა მიზანსაც მათ შორის წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკასთან და დასავლეთთან ისევ კარგი ურთიერთობების გაგრძელება. იქ ჩანაწერი არის, რომ უნდა გადახმაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში საქართველოში. ეს 6 თვიანია ხო, მგონი ეს ხელშეკრულება და მაშინ როდესაც მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები, უკავშირდება თუ არა აი ამ თვითმმართველობის არჩევნებს ამ პროცესში დახმარებას, იმიტომ რომ გაჩნდა კითხვები, რომ მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმშია, რა კავშირშია ივლისში ამ ხელშეკრულების გაფორმებასთან და ამ ჩანაწერთან. ჩვენ როცა ვსაუბრობთ სამართლიანი თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ყველა პოლიტიკური კეთილსინდისიერი ძალის მიზანი. შეუძლებელია სპეცოპერაციები, რაც სტარდება და რაც სტარდება სუსის მეშვეობით, გაყალბების მეშვეობით, დაშინების მეშვეობით და კიდევ ბევრი ტექნოლოგია აქვს დამხეცებული ახალი. ეს იწოდებოდეს არჩევნებად, ანუ არჩევნებისთვის ვიბრძვით ყველა. ანუ ხალხი, რომელიც ქუჩაშია, პოლიტიკოსები, იმიტომ რომ არჩევნების გარეშე დემოკრატია არ არსებობს. ამიტომ საუბარი არის არა რაღაც კალენდარულ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციაზე, არამედ იმ რეალურ არჩევნებზე, რომლისთვისაც ყველა ვიბრძვით და მუშაობთ. ანუ ივანიშვილს რო ფული აქვს ლობისტში დახარჯული, შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე გავიდეს, ამიტომაც არ ვიცი ხა მათი მხრიდან კონტექსტში იცით ბატონო ირაკლი რომ ეს კომპანია თავის მხრივ შემოწირველი არის ჯო ვილსონის. არა, გასაგებია. ერთგვარი შრომავალი შეიძლება. არა, გასაგები. არა, ესეთი ბმა შეიძლება ძალიან ბევრ სენატორთან არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან წარმატებული და ძლიერი კომპანია, რაც შეეხება ლობიზმზე ბრალდებებს, ამაზე უბრალოდ ესეც რა თქმა უნდა გახლავთ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს დახარჯული გაცილებით მეტი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ლობიზმში, მათ შორის ამერიკაში. თქვენ თქვით რომ შეიძლება სხვა სენატორებსაც და იქ დოკუმენტში ნამდვილად არის აღნიშნული, რომ ხო ჯო ვილსონს, ესე ვთქვათ, არ აქვს შემოწირულობა მიღებული, მაგრამ იმ მოცემულობაში, როცა ჯო ვილსონი არის ყველაზე გააქტიურებული, მათ შორის მეგობარი აქტის მიმართულებითაც. აი, თქვენი აზრით ლეგიტიმური კითხვა არ ჩნდება, თუნდაც არა მხოლოდ ძალიან მარტო პასუხს გავმოგცემთ. ფინანსური საკითხებით რო წდებოდეს ასეთი რაღაცები, ივანიშვილი გადაწყვეტა და უკვე დიდი ხნის მანძილზე, იმიტომ რომ მას აქვს დახარჯული გაცილებით მეტი მსგავსი ტიპის საქმიანობაში, ვიდრე ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას. გამოძიება მოქმედებებზე მიდაგით გამოძიება მიმდინარეობს ჩორჩენაში დღის ოკუპაციაზე. ხო, როგორ ფიქრობთ ეს გამოძიება თქვენთვის კითხვის ნიშნებს უარს ამს და ზოგადად გამოიძიო მოხდეს ამას? თავარ კითხვის ნიშანი არის ეს, რომ გამოდიხარ და იძახი წლების მანძილზე და ყველა კამპანიის დროს იძახი, რომ ერთი გოჯი ქართული მიწა არ დაგიკარგავს და მე ირკვევა, რომ ის კაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრად დაწინაურე და სუპერძალოვან მინისტრად აქციე, თურმე მილიონ კვადრატულ ქართულ მიწას კარგავდა. ეს არის თავარი კითხვა, რომელიც მარტო ჩვენ კი არა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, მათ შორის ქოცების მომხრეებსაც უნდა დაიბადოს, ხო? ანუ გამოდიან ეს ხალხი რამდენიმე თვის იძახდნენ, რომ ერთი გოჯი ქართული მიწა არ დავკარგავსო და ეხლა გამოდის, რომ მილიონი კვადრატული ქართული მიწა დავკარგე და თურმე არ ითვლება. ანუ ეს რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს ყველაში აბსოლუტურად. უნდა მოხდეს გამოძიება ამ საკითხის. ეხლა ივანიშვილის პირობებში რა ტიპის გამოძიებას აქვს აზრი, ეხლა ამას არანაირი აზრი არ აქვს, არც ერთ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის გამოძიებას ივანიშვილის პირობებში, მაგრამ კითხვის ნიშანი როგორ დაიბადება, ყველა რაციონულ ადამიანს, კაცი რო იძახი მთელი წლების მანძილზე, რომ გოჯი მიწა არ დამიკარგავსო და არა, მილიონი კვადრატული მიწა დავკარგე და ამის გამო ჩემი სუპერძალოვანი მინისტრი, რომელიც ამ მიწის დაკარგვის მერე პრემიერ-მინისტრად დავაწინაურე, ის კაცი უნდა გავასამართლოო და ეხლა ეს კითხვას უჩენს ნებისმიერ რაციონალურად მოზრუნე ადამიანს. თქვენ თუ დაგჭირთ კითხვები და რამდენიც არის ცნობილი კომისიის განცხადებები მის დამოუკიდებლად რასაც ვთქვათ, გახარეს განმარტება? ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით გახარება, რაც განაცხადა, ანუ ერთადერთი რაღაცაა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ კაცის ბიოგრაფიაში თუ რამე შეიძლება იყოს ახსნადი და
ასე ვთქვათ, გამართლებული არის სწორედ რომ ეს ეპიზოდი რის გამოც დაიწყეს, ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ ბრძოლა ამ შემთხვევაში ამ გამოძიება ივანიშვილის დავალებით. თუმცა ხა მე პირდაპირ გეტყვით რომ თავარი ხა ამ შემთხვევაში არის ის რომ ადამიანების პროპაგანდა და რეალობა, ხო, რომელიც იყო თუ არ იყო, არ ვიცი, ხა თვითონ უნდა გასცენ პასუხი. ერთი მხრივ ვიძახიან რომ გოჯი ქართული მიწა არ დაგვიკარგავსო, მეორე მხრივ ვიძახიან რომ მილიონი კვადრატული მიწა დაკარგა ჩვენმა მინისტრმა. მე მინდა გითხრათ მისების მოთხოვნებზე პირველ რიგში მოლოდინზე რომ ვისაუბროთ რა მოლოდინი გაუქმდა შეასრულებს თუ არა მართული პარტია ამ მოთხოვნებს იმიტომ რომ ოპოზიციონერი ლიდერებისგან გვესმის რომ მოკლედ აქვს ხელში ასე ვთქვათ მართულ პარტიას და მეორე მხრივ მინდა გითხრათ აი რამდენად სწორია ოჯახური ღირებულებების წინაპირობა იმის დაყენება გაუქმების წინაპირობების დაყენება გაუქმება თუ არა ვიზები ეს არის რა თქმა უნდა პროპაგანდა რომ თითქოს და რაღაც მხოლოდ რაღაც ერთ ინიციატივას ეხება ეს ყველაფერი და სინამდვილეში კონფლიქტი გამოწვეული არის იმის გამო რომ დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში თორე ხა ნორმალური ურთიერთობები რო იყოს და ნორმალური დამოკიდებულება რო იყოს აქეთ ამ მხრიდან ევროკავშირის მიმართ რა თქმა უნდა არანაირი საკანონმდებლო თუნდაც ერთი ინიციატივა არ გახდებოდა ასეთი დაბრკოლება უბრალოდ არსებობს მთელი რიგი საკითხები რომელიც არის პრობლემური ევროკავშირისთვის რაც შეეხება ხა ამ პრობლემის დასახვას ეს არის რა თქმა უნდა ხელოვნურად დასახული პრობლემა იმიტომ რომ ვერცხლიანთა ქორწინება მაგალითად როგორც საქართველოში ისე ხორვატიაში არ სურდათ რომ ამის დაკავება მუხტარიყო და რეფერენდუმი გზით ეს გამოხატეს და ამის შემდგომ ეს ქვეყანა გახდა ევროკავშირის წევრი. ამიტომ ეს რაღაც ხელოვნური დილემა არის დასახული ივანიშვილის მიერ, რომ დიქტატურის გამართლება რაიმე სახით მოიძიოს. რა თქმა უნდა, მეც წინააღმდეგი. არა, ერთხესიანთა ქორწინებას, რაზეც უკავშირებენ ხოლმე პირდაპირ ერთხესიანთა ქორწინებას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვეწინააღმდეგებით. ამიტომაც ეს საკითხი როცა არის არა, ეს საკანონმდებლო ინიციატივა იყო სპეციალურად ისე შექმნილი, რომ სათქმელი ქონოდათ კობახიძეს და მის ბანდას პროპაგანდისტულად, რომ აი ხალხო რის გამო ბლოკავენ. სინამდვილეში ბლოკავენ იმის გამო, რომ დიქტატურა დაამყარეს ქვეყანაში, აქვე ხაზგასმით ეძახიან. რამდენად გავხსნა დედლაინამდე რომ იყო 31 აგვისტოში თქვა, აი შეიძლება შესრულდეს, მათ შორის გამოუშვან მათივე შეფასებით პოლიტპატიმრები. ეს სახელწოდება იყო მით. არ ვიცი ხა ეს ივანიშვილს და მისი ბანდის გადაწყვეტილება მე მათი კეთილინების არ მჯერა, თუ ზეწოლა და წინააღმდეგობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გაგრძელდება, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოუშალოს ეს რეჟიმი. ამის ხმად წავს, მაგრამ ხა ივანიშვილის კეთილინების ნამდვილად არ მჯერა. და ამას დაკავშირებით მაგალითად ამბობენ რომ სამართლის რეზოლუციის შემდგომ ეს ლიბერალიზაციის საკითხია, არის პოლიტ შანტაჟის მექანიზმი, რა ხელისუფლებაზე გამოახდინონ ზეწოლა. არა, შანტაჟი არ არის, უბრალოდ ხელისუფლება და შემდეგ ვიცი, ხო, გასაგებია ეს რაღაც ბოდოები, მაგრამ ივანიშვილის ერთადერთი ხა რაც უნდა ისმოდეს ყველას ჩვენ მოქალაქეს არის ის რომ როცა ვსაუბრობ ჩვენ ევროპაზე, ევროპასთან ურთიერთობა თუ არ ენდომება გასაგებია მიტაცებული ძალაუფლების ინსტიტუციის წარმომადგენლებს, უბრალოდ ეგ მოხდება, რომ რა სიკეთეებიც არის ევროპასთან დაკავშირებული, აღარ გვექნება ეგ სიკეთეები და ხა არანაირი შანტაჟი ეს არ გახლავთ, თუ ევროპასთან ურთიერთობა არ გინდა, თუ ევროპაში არ ხარ, მაშინ ყველა სიკეთეზე უარი გეთქმება, ხა იმიტომ გქონდა ეს სიკეთეები, რომ ევროპის ნაწილად დაგვქონდნენ და თუ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი, აღარ გვექნება ეს სიკეთეები. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დამფუძნებელმა მოხდა განსაკუთრებით რომ ჩვენ მოგვიყვებით ევროკავშირიდან ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონკრეტულ მოთხოვნებს და ვასრულებდით და მაგალითად მიმდინარე საქართველოს სესიაზე კორუფციასთან და მიგრაციასთან დაკავშირებით სიახლეების შემოვიტანეთო მაშინ როდესაც ეს პირობები სრულდებოდა როგორ ფიქრობთ რატომ გაჩნდა კარგით აპირობები სრულდებოდა ანუ ადამიანმა და პირდაპირ ეთერში თქვა რომ ევროპულ ინტეგრაციას აღარ აგრძელებს ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ადამიანებს აწამებენ ქუჩაში და თქვენს კოლეგებს მათ შორის სიკვდილამდე ცემენ და ერთი კაცი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი მათ შორის იღებენ რეპრესიულ ზომებს რომლის მიხედვითაც ქუჩაში დგომა და არ ვიცი ხა პოსტის წერაც ხდება დასჯადი და ამიტომაც ხა ამის მერე საუბარი იმაზე რომ რაღაცეები სრულდება და კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ არის უბრალოდ არასწორი. ომში ჩართვის საფრთხე არა რეალური ამაზე რას ომში ჩართვის საფრთხეს რას გულს მოხდა? ანუ დასავლეთს თუ რაიმე არის ჭირდება და არ უნდა არის ის რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს არის ყველასთვის ცხადი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა დასავლურ პოლიტიკაში. ერთი მხრივ შეიძლება იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში, იმის გჯეროდეს რომ საქართველოში ვინმეს რამე სამხედრო მოქმედებების დაწყება ჭირდებოდეს და ამ თურმე იმიტომ მიდებოდა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ამ ქვეყნის არ ვიცი, განათლებაში და ჩანდაცვაში ფული, რომ მე ეს ქვეყანა დაინგრა. თუ ვინმეს ამ ქვეყნის დანგრევა უნდა არის რუსეთი და რუსეთის მოკავშირე ძალები და თუ ვინმე ამისგან ოდესმე გვიცავდა არის დასავლეთი.
ხელისუფლების ინტერესს თუ ხედავთ თქვენ დასავლეთის ქმედებებში რაც ჩანს არის ის რომ ისინი დიქტატურასთან არ თანამშრომლობენ, არ ეგუებიან, იმიტომ რომ დიქტატურა არის მიუღებელი სამართლებრივი კუთხით, მორალური კუთხით, პოლიტიკური კუთხით დასავლური სამყაროსთვის და შეუთავსებელია დიქტატურა დასავლურ ღირებულებებთან. და ოცნების საქმესთან დაკავშირებით კითხავთ, გამოგიჩნდა საგამოძიებო ექსპერიმენტები იკითხებიან დაფარალებულები, როგორ ფიქრობთ, რა ემსახურება ეს მოქმედებები? არ ვიცი, როგორც თქვენს ემსახურება არ ვიცი, სტრასბურგის მე მგონი გადაწყვეტილებასთან არის კავშირში ვიძახიან, მაგრამ ხა რისთვის არის სიამდვილეში რატომ ჭირდებათ ეს არ ვიცი, ხა გაიგოება მომავალ შეიძლება ისევ გახარიეს წინააღმდეგ უნდათ რაიმე, თორე 20 ივნისის გამოძიება ხა 5 წლის მანძილზე, უпроსტოდ 6 წლის მანძილზე რომ დომოდათ რომ შეძლებდნენ, ეს ყველასთვის ცხადია, ხო 6 წელი ისინი ფლობენ ასე ვთქვათ ინსტიტუციებს, ამიტომაც ნამდვილად რომ ყოფილიყო სურვილი და ნება რომ დასჯილიყვნენ დამნაშავეები, აქამდე დაიჭებოდნენ, თუმცა თავის თავს უარ დასჯიდნენ და ხა ივანიშვილი რომ ჩუბინიძეს და თავის თავს არ დასჯიდა, ესეც გასაგებია. სარგობის თავი მოთხოვნა არის რომ გაიცეს პასუხი, ითხოვს შეიძლება თუ არა მინიმიზება იმ ზარალის რაც მოხდა, მათ შორის პოლიციის ძალების საჭირო რაოდენობა ყოფილიყო გამოყენებული. ან მინიმიზება კი არა, არ უნდა დავისახიჩრებინეთ და მათ შორის სხვა 9 ტყვია მე არ უნდა მომხედროო და როცა ვიყავ მშვიდობიანი მომიტინგები. ამაზე ვსაუბრობ 6 წელია, უბრალოდ ეხა გაიგო ეს ვინმე კოცებში ეხა გაიგე ეს ანუ მე სუპერზალოვან მინისტრს რო ეძახდნენ და პრემიერ-მინისტრი რო გახადეს გახარია მაშინ არ იცოდნენ ვერ უყურეს და ვერ გაიგეს ეგ ამბავი თუ აი ამ ადამიანები რაღაცას რო ლოგიკურად ამბობენ რაღაცას დონეზე ხო უნდა მიყვებოდე ამ შენ ლოგიკას ანუ კაცი თურმე აშავებს ანუ ასახიჩრებს პროტესტანტებს გვიკარგავს 1,000,000 კვადრატულ მიწას მე ეძახი სუპერზალოვან მინისტრს პრემიერ-მინისტრად ხდი კამპანიას უტარებ და 6 წლის მერე გახსენდება რომ დაასახიჩრა ხალხი და დაკარგა ქართული მიწა ეს არის თქვენი ლოგიკა ანუ არის ხო ამ თემაზეც ისაუბრეს მათ შორის საჯარო რამდენი საათი გახარია მის პასუხები რამდენი დამოკიდებული გახარი არის ერთ-ერთი დამნაშავე როგორც ივანიშვილი, ჩუბინიძე და სხვა ადამიანები, ამიტომაც მისი პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნება ვერანაირად ამოღებული. ერთსაც რომ მივუძოთ რა ის რჩება თვითმმართველობის არჩევანში. მართლა გადავიდეთ. რჩება თუ არა ის რა ქვია მე. ერთხელ უნდა მოგიწვიო შენ. ოპოზიციის გაერთიანების ანუ deep state-ი ვაგიხსნა. ოპოზიციის გაერთიანების რესურსი ყოველთვის რჩება, ვინც აღარ იქნება ოპოზიცია და გახდება სისტემური ოპოზიცია და წინააღმდეგობაში აღარ იქნება, მათი გაერთიანება მოხდება სისტემურ ოპოზიციად, აქეთ ხარ ეს წინააღმდეგობის ოპოზიციად. მოჩა. მართლა უნდა გადავიდეთ აქეთ. ოღონდ ამჯერად შენ გარეშე და მე შეიძლება შენთან ერთად. კი. იცი რა მეინტერესებს ბატონო ირაკლი 31 აგვისტომდე ხო არის დედლაინი? ნუ ესეა ცნობილი ხო რა. ხო, ესეა ცნობილი. მინისტერიალი ხო არის? მართლა deep state-ი კი არ ვარ ვიცოდი. მინისტერიალი ხო არის ოქტომბერში? როგორ ხდება ეგ რო კადრებისთვისაც ნარობის? ხო. არა, ზოგადად ახლა ეგ საკითხი რაც არის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული, ანუ თლიანად ევროპული სტრუქტურები რომ მუშაობენ, ახლა არის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება მინისტერიალზე, არის გადაწყვეტილება, მანამდე მიიღება, ამიტომ ახლა პირდაპირ მაშინ მანდ ამას მინისტერიალთან ეს საკითხი არ გახლავთ. უბრალოდ როცა საუბრობენ, ანუ ვიზუალიზაციაზე ეგ პრობლემა სულ იყო, ბოლო 3 წელია დასმული, იმიტომ რომ როცა ქვეყანა დაადგა რეგრესის გზას და დაიწყო ღია კონფრონტაცია დასავლეთთან, რა თქმა უნდა, ამ კონფრონტაციის დროს ის სიკეთეები, რაც დასავლეთთან გაკავშირებს, იკარგება ძალიან ჩვეულებრივი ლოგიკაა, მარტივი ლოგიკაა და ჩვენ ამიტომაც საუბრობთ ამ საფრთხეზე, მე ბრალს ხვდებდნენ, რომ თითქოს და ჩვენი ბრალი იყო რამე არა და სიამდვილეში ხა ჩვენ დიქტატურას არ ვამყარებთ ამ ქვეყანაში და არც ხალხს ვცემთ და არც ჩვენ თავს ვიჭერთ, ამიტომაც ერთადერთი ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო არის ივანიშვილი და ამას უბრალოდ ვაფრთხილებდით ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომ ეს გზა უცბად მიყვანდა ამ შედეგებამდე, რომ რა სიკეთეებიც გვაქვს დასავლური, ბოლო 10 წლების მანძილზე დაგროვებული, ყველა ეს სიკეთე იქნებოდა საფრთხის ქვეშ ჩაგდებული. და რამდენი ხმა იქნება საჭირო ქვეყნის? 27 და რამდენი შეკროვდეს რომ დაგმაყოფილდეს ეგ საკითხი? მე მგონი ყველა უნდა დაითანხმონ, მაგრამ ეს ხო, მაგრამ არა, ის რა არის მან თავარი, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება ის ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგები არიან, ну შეიძლება ანუ მაგ დროს თანხმდებიან ხოლმე ანუ ამიტომაც ვამბობ რომ უმრავლესობით მაგრამ ну მე ვფიქრობ რომ ერთად მიიღებენ გაწყვეტილებას ხა თუ ვინმე წინააღმდეგი იქნება მის გადარგმნებას ანუ ეს ხდება ხოლმე რა ხმათა უმრავლესობით მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში პრობლემა არ იქნება იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩემი აზრით უკვე ძალიან აერთიანებს ყველა ძალას შეიძლება ზოგიერთ მათგანს უფრო კაცრი პოზიცია ქონდეს რა თქმა უნდა ზოგს ნაკლები მაგრამ ხა თუ გამოჩნდება რომ ეს ხალხი აგრძელებს ამ პოლიტიკას მე უკვე საბაბი აღარ იქნებათ ამ კრიტიკულ უმცირესობაში ყოფ ადამიანებსაც მინისტერიუმამდე წავიდეთ და ქვეყანა იყო მას შორის იტალია საფრანგეთი და რამდენიმე
დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ სხვა არ ვიცი. იოსიოგესაც დავახერხებდი ხოლმე ძირითადად და ამბობდნენ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს გამოვხმოთ ვიზო და არა ქართულ ხალხს. აი სცენარი იქნება, მოსაუბრებელი, თუ უშუალოდ ხალხსაც გავრცელდება, რადგან პოლიტიკური ნება არსებობს და გაცხადებულია ეს პოლიტიკა. ანუ აი ამ სცენარს არა, ვიცი რა, ყველა სცენარს აქვს მომავალი იდეაში, უბრალოდ თავარი ის არის, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე პრობლემის გამო, რომელსაც აჩენს მათ შორის ივანიშვილის მოკავშირე თუ მეგობარი თუ როგორც არის, ანუ პრობლემა ის არის, რომ ევროპა ცდილობს, რომ ანუ ამ მხრივ უპასუხოს, რომ მართლა ივანიშვილი დასაჯოს, მაგრამ ეს მათ შორის ბიუროკრატულად ცოტა გაჭედილია ეს პროცესი. ამიტომაც ხო. ხო. ეს დასანქცია ანუ რატო კონკრეტულ პიროვნებას სანქციები რატო როგორ? კონკრეტულ პიროვნებას რატო არა, როცა საუბარია ევროკავშირის სანქციაზე, თორე ევროპული ქვეყნისთვის არ არის პრობლემა.